მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გვეუბნება. ვიდრე გაშლას დავიწყებდი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული პოზიტიური გამოხმაურებისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ჩემს არხზე მე და თქვენ ერთად ვატრიალებთ და ჩვენში, ჩვენს ირგვლივ და სრულიად მსოფლიოში სუფევდეს მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე და სინათლე. აქვე მინდა გთხოვოთ ახალ მაყურებლებო, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რა თქმა უნდა, მოწონების შემთხვევაში და დალაიქეთ ვიდეო. მე კი დავიწყებ გაშლას. რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ ეუბნება გოგონებს და ასევე მამაკაცებს, სავარაუდოდ მამაკაცებიც მეყურებენ, როგორც ხვდები კომენტარებიდან და არა მხოლოდ კომენტარებიდან, რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ. რისი თქმა სურს. არ ვიცი, ხა ძალიან ნამდვილად არ ვაკეთებ, ალბათ ერთი და იგივე მაყურებელი მიყურებს. ვიცი, ამ მდგომარეობაში, ვისი საყვარელი ადამიანიც აი ამ მდგომარეობაშია. არ ვიცი, ალბათ გაშლა არ იქნება, რომ ესეთი ადამიანი არ ამოვიდეს. მე ხო არ ვაკონკრეტებ აქ წარსულზე და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც ჩემს გაშლებს უყურებს, ეს ადამიანი, ესეთ ენერგიებში მყოფი ადამიანი ყოველთვის ამოდის, არ ვიცი რა ხდება. ხო დაინახე თავჩეხე და ისევ ესეთი ენერგიებში მყოფი ადამიანი ამოვიდა. რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და თქვენს გარეშე ძალიან მოწყენილია, ძალიან მარტოსულია. გონია რომ ყველაფერი დამთავრდა. გონია რომ შანსები არ არსებობს. გონია რომ მიატოვეთ. ენატრება და ძალიან უნდა ახლა და ამ მომენტში რომ ისევ გქონდეთ ერთად ზეიმი, დროს ტარება, სიხარული. ის ბედნიერი მომენტები, რაც ერთად გამოიარეთ, ისევ უნდა. რაღაც უნდა რომ თქვენი ურთიერთობა გადავიდეს უფრო ზეიმის, ჰარმონიის, თავგადასავალების ენერგიებში, მაგრამ თქვენ მასთან მიმართებაში დაიჭირეთ, გაცივდით, დისტანცირდით, დაიჭირეთ რაღაცნაირი ცივი ურთიერთობა, დააწესეთ თქვენი საზღვრები და არ უშვებთ. ამ ადამიანს გონია თუ გამოჩნდება ისეთ მწარე სიტყვებს ეტყვით, ან ისე ადგენთ გულს უარესად, რომ ვერ გეუბნებათ იმას, რასაც გრძნობს, როგორ ენატრებით, როგორ უნდა იმ ბედნიერი წუთების დაბრუნება, როგორ უნდა რომ ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში ისე იყოს ფერები, ჰარმონია. მაგრამ ეშინია თქვენი და თulis რომ განზე გადეკით ამ ურთიერთობიდან და აღარ გინდათ ამ ურთიერთობაში ყოფნა, დისტანცირდით. კიდე რისი თქმა სურს. მას სურს თქვა, რომ უნდა რომ ურთიერთობა ახლიდან დაიწყოს, ახალი ფერებით, რაღაცები ისწავლა, რაღაცებზე დასკვნები გამოიტანა, გაანალიზა. მიხვდა რომ ისეთ ქალბატონს როგორიც თქვენ ხართ, იმპერატრიცა, ანუ იმ ვერ მოეპყრობა ისე, როგორც სხვა დანარჩენს მის ცხოვრებაში. ხვდება რომ ისეთ ქალბატონს როგორიც თქვენ ხართ, ვერ შესთავაზებს იმას, რასაც აქამდე გთავაზობდით. იცის თუ მოვა თქვენთან, რომ უნდა მოვიდეს სერიოზული განზრახვებით. უნდა მოვიდეს, ხელსარიელი არ უნდა მოვიდეს და უნდა მოვიდეს უკვე ჩამოყალიბებული, გაზრდილი და უნდა იცოდეს ზუსტად, უნდა გითხრათ ზუსტად, რა პერსპექტივები აქვს ამ ურთიერთობას. იმიტომ რომ თქვენ მისგან ელოდებით უკვე განსაზღვრულობას. და ზუსტად უნდა გითხრათ ამ ადამიანმა,
როგორ გაგრძელდება ამერიდან თქვენი ურთიერთობა. სუბუქი ურთიერთობა თქვენთან აღარ გამოვა, ხდება. ამ ურთიერთობაში თქვენ გაიზარდეთ, თვითონაც გაიზარდა. ძალიან აქვს გული ნატკენი. ძალიან გულშია დაჭრილი ეს ადამიანი, ძალიან განიცდის. ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, არ გეგონოთ რომ არ განიცდის. უნდა თქვა რომ ძალიან განვიცდი. ძალიან მტკივა ეს ყველაფერი. გაკვეთილი სასწავლებელი იყო ჩემთვის. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს რომ სხვა დაპირებებით და სხვა სერიოზული განზრახვით მოვიდე თქვენთან, ანუ რამ დამაფიქრა და რამ გამშემაჩერა ხა და შეხედეთ. თქვენ ხო ამოხედით იმპერატრიცა და ანუ იმპერატორ ქალად, ისა მოვიდა იმპერატორ კაცად. ანუ ერთმანეთის ქვევით. ანუ ისიც გაიზარდა ურთიერთობაში. ხვდებით? ანუ იმასაც უნდა სერიოზულობა ურთიერთობაში. მაგრამ ვერ გეუბნებათ. ანუ ეს ადამიანი არ არის ვიღაცა ხელწამოსაკრავი ადამიანი, საერთოდ ადამიანები ხელწამოსაკრავები არავინ არ ვართ. ყველა ერთმანეთის პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მაგრამ საერთოდ ადამიანები რის უფლებასაც ვაძლევთ სხვებს, ზუსტად ისე გვეპყრობიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ბევრი გაქვთ თქვენს თავზე ნამუშევარი და არა მხოლოდ თქვენ, ამ ურთიერთობაში ამ ადამიანსაც და ამ ურთიერთობამ ორივე გაგზარდათ, თulis რომ თუ მოვა, უნდა მოვიდეს სერიოზული განზრახვებით, სერიოზული მიზნებით. ძალიან ბევრს მუშაობს. გრძნობს როგორ ელოდება თავისი ადამიანი, არ დავკონკრეტდები ხალი კაცი, თავისი ადამიანი, როგორ ელოდება, რომ ისი სამყარო ხართ. იცის რომ ეს ურთიერთობა რაღაცა ციკლურ ხასიათს ატარებს. თანდათან დაემსხვრა რაღაც ილუზიებიც. ხდება რომ ის განსრახვა რაც თავდაპირველად ქონდა არასერიოზული, ეს იყო ილუზია. და თქვენ ქალს ვერ მოეპყრობა აქტებულად ესე ვთქვათ. ამ წუთას გავედი ურთიერთობიდან, შეიძლება მეგობრებო, აქ სხვა მესამე ფაქტორიც ფიგურირებდეს, ანუ მესამე ადამიანის ფიგურირებდეს და ამიტომ იყო ეს ადამიანი იძულებული, რომ დაეკავა განდეგილის მდგომარეობა, განდეგილის სიტუაცია. არსებობდეს ქალი მის ცხოვრებაში სხვაც. შესაძლებელია ვინმე ძლიერი ქალი ან მეგობარი, ან დაუშვათ დედა და ისეთი ადამიანი, ვის აზრსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრს მუშაობს, ძალიან უნდა თქვენი ნახვა, ეხლავე გამოიქცეო და გრძნობს როგორ ელოდება ქალი, რომელსაც ქალი კაცი არ ვიცი, ვინც მიყურებთ ეხლა, რომელსაც ძალიან უყვარს, ძალიან ენატრება. მოკლედ მეგობრებო, რომ შევაჯამოთ გაშლა ამ ადამიანს ძალიან ენატრებით, ძალიან უყვარხართ, გრძნობებიც ამოვიდა, ხვდება, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც გამოიწვიეთ მისი ტრანსფორმაცია და ამავდროულად მან თქვენი ხვდება რომ ორივე ძალიან გაზრდილი ხართ ამ ურთიერთობაში, ხვდება რომ თქვენთან თუ მოვა, უნდა მოვიდეს სერიოზული განზრახვებით, სერიოზული გეგმით, ისე ვერ მოვა იმპერატორ ქალთან, თვითონაც გაიზარდა და გახდა იმპერატორი კაცი. ყოველ შემთხვევაში ამ ენერგიებში არის ახლა ადამიანი, რომელმაც ასევე იცის საკუთარი თავის ფასი, რომელიც სიტყვა ძუნწია, არ აფრქვებს სიტყვებს ჰაერზე და უფრო
ქმედებებზე არის ორიენტირებული ზოგადად, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ამაყი, ძალიან ძლიერი და თქვენ ორივე იმპერატორი და იმპერატორი ქალის და მამაკაცის ენერგიებში ხართ. ასე რომ მეგობრებო, თუ მოგეწონათ გაშლა, დაალაიქეთ, მიიღეთ მადლიერები თუ ეთანხმებით, რა თქმა უნდა, მე კი დაგემშვიდობებით.